ერთ ჟანრში ვერ გავჩერდები ვერასდროს, იმიტომ რომ მრავალფეროვნების მოყვარული ხარ? ტიპი ვარ ესეთი, რომ არ შემიძლია ერთ ადგილას ყოფნა. ვერც ერთ რაღაც ჰიპ-ჰოპის ჟანრს წავირჩევ. იქით ალტერნატიული როკი რაცა, რასაც წერ, ვერც იმაში გავჩერდები მარტო, იმიტომ რომ მინდა რომ ესეც ვწადო, ისიც ვწადო და კიდე რაც იქნება, ისიც ექსპერიმენტალურად ჩავწერო. მოგესალმებით, დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია Lion Sky. სალამი კიდევ ერთხელ და მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა პირველ რიგში ასეთ საქმეს რო ვაკეთებ და მადლობა მოწვევისთვის. რატომ გაგიჩნდა წერის სურვილი? წერის სურვილი გამისდა პირველად სკოლაში, როცა წერდი რაღაც ტექსტებს, მაშინ არც სპიჩს ვშთავდი, არც არაფერს უსმენდი, უბრალოდ ტელეფონს ვიღებდი და ტექსტს წერდი. მე აღმოვაჩინე, ჯერ ტელეფონით დავიწყე ჩაწერა, ტელეფონში ვწერდი მუსიკას, ძალიან უხარისხოს ოღონდ და მე აღმოვაჩინე კომპიუტერის პროგრამებიც. რითაც დიაში ბევრი ცნობილი არტისტი წერს ეხლა რა. და კომპიუტერით? კი. FL Studio არის პროგრამა და მაქედან მან დრო ვისწავლე ჩაწერა, მივსერე წერდა ვწერა, ნუ გავჩერებული ვარ. როგორც ვიცი, 5 წელია ხარ ამ სფეროში. რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში? იდეაში ამ 5 წელში მოტივი და მიზანი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ჩაწერის მიმართ რა. თავიდან როგორც მეგონა, როგორც ოფიციალური იყო ეს ყველაფერი და რაღაც რთული ამბავი იყო, იმდენად ესე აღარ ვფიქრობ. შენს ერთ-ერთ მუსიკაზე გადავიდეთ, რომელიც შეგიძლია ეთიხილოთ აღწერაში მითითებულ ლინკზე. Night Angel-ის შექმნიდან დიდი ხნის შემდეგ ატვირთე საჯაროზე. რა მიგაღებინა ეს გადაწყვეტილება? იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი მუსიკაა და ყველას გირჩევთ რომ მოусმინოთ. Night Angel-ი ჩავწერე ყველაზე უაზროდ, იმიტომ რომ ანუ უბრალოდ დავჯექი, არც გეგმაში ყოფილა არაფერი, არც რამე წინასწარ მქონია დაწერილი, დავჯექი, ჩავრთებითი, ჩავწერე ტექსტი და ჩვეულებრივად მუსიკა დავასრულე და დავდე private-ზე, SoundCloud-ზე, რომ მე მომესმინა. არც ვინმე სხვა ნახულობდა, არც არაფერი, ანუ სხვათა შორის ეგრე გაკეთებული მუსიკა ბევრად უფრო საინტერესოა და ბევრად უფრო ბუნებრივი. ცოტა ხნის მერე აი სადღაც 2-3 თვე არის გასული, მოусმინე ამ Night Angels და ფიქრობ ჯერ რატო არ მიდევს. მე რო დავდო ნახვები ყველა ვარიანტი უნდა გქონდეს. ამინდა ცოტა ნარცსულად გამომდის, მაგრამ ძალიან მომეწონა რა. სხვათა შორის ნარცისულად არა, იმიტომ რომ ბევრი კი არა და უმეტესობა მუსიკოსის მიზანი არის ეგ, რომ ბევრმა ადამიანმა მოისმინოს შენი მუსიკა და ესე თუ ისე პოპულარული გახდეს რა. ჩემიც ასევე. ჩვენ ძალიან მოგწონს ეს მუსიკა და ეხლა სანამ მოხვიდოდი რა, შენ ერთი 5-6 ჯერ მინიმუმ მოусმინეთ. მუსიკას როდებ არ ველოდები, რომ რამე ამ მუსიკამ რაღაცა უნდა ქნას. შენი სიამოვნებისთვის ხო წერი მუსიკას და რაღაც. ხო, ეგ არის, მაგიტო, თორე ანუ ფულს რო შოულობდი და ეგ იყოს მიზანი, ან ცნობადობა არის იდეაში მიზანი, მაგრამ ცნობადობის გამო არ დამიწყია. ხასიათში მაქვს ეგ რომ რაღაცებს ვიწყებ და რაღაც ცოტა ხანი აი ძალიან ისე ვარ რაღაც მიზანდასახული ყველაფერი რაღაც და მე თავს ვანებებ საერთოდ რა და ძალიან ცოტა რაღაც არის რაც ეგრე არ ყოფილა რომ ეგრევე თავი არ დამიგებ. კარგი მუსიკას რო არ დაანებე თავი, იმიტომ რომ აი ეს Night Angel ისეთია მართლა აი პოზიტიურია და როგორც კი მოусმენ ეგრევე შეიძლება ის სიტყვები რაც მუსიკაში ანახსენებ. ტექსტი ვაფშე შეიძლება არ იყოს ეგეთი მხიარული და რაღაც, მაგრამ ბიტი და ეს მელოდია და რაღაც ძალიან კარგია რა. ეხაც ეს მიტრიალებს ახლა twin-ში რა. გადაგხდენია თუ არა რამე სასაცილო, რაც შეიძლება ჩვენს მაყურებელს გაუზიარო. გადამხდენია ერთი ესეთი რაღაც, რომ ანუ სიმღერას ყოველთვის წერ მარტო ჩემ ოთახში, სტუდიაში და რაღაც სხვებთან ჩასაწერად არ დავდივარ რა. და ერთი ესეთი მომენტი იყო, რომ ანუ სულ პირველად განსხვდება მაშინ როცა ახალი დაწყებული მქონდა ეს ყველაფერი. ვიყავი ძმაკაცთან სახლში და ბიჭები ვიყავით. ჩავწეროთ სიმღერა უნდა თქვით ესე და დავიწყეთ ჩაწერა. ზოგადად ხო ძალიან აი სხვა რომ ისმენს ისე არ შემიძლია ჩაწერა რა სიმღერის და რო ვიწყებდით ამ ჩაწერას, აი ყველა ჩაწერა და ყველა
დუბლი ფუჭდებოდა რა. იმიტომ რომ მეცინებოდა. აი როგორც კი ვიცხებდი ტექსტის სიმღერას ეგრევე მეცინებოდა და ანუ ვერ ჩავწერეთ ის სიმღერა საბოლოოდ. 5 წელია ხარ ამ მუსიკის სფეროში და ძნელია ამ 5 წლის განმავლობაში ყოველთვის რომ მუსიკები ჩაწერო. ანუ ყოველთვის უნდა კონდეს იმის მუღამი, რომ თუნდაც შენი ცხოვრების ცუდ პერიოდში ჩაწერო მუსიკა, თუნდაც შეიძლება გარემო არ გიწყობდეს ხელს და რა არის შენი მუზა? ჟანრი როგორც მიწყობს ხელს, ისე მოდის მუზაც და ისეთ ბითებს ვეძებ, რომელიც ჩემ ხასიათს შეეფერება და იმ წამს სახასიათზეც ვარ. იმ რაღაცას ვლაპარაკობ, იმ ტექსტს ვწერ. მაგრამ არის გარკვეული ეტაპები ცხოვრებაში, როცა კონკრეტულად ერთი რაღაც მაქვს არჩეული და ბოლო დროს მაგალითად სულ ისეთი ცოტა სევდიანი სიმღერები მქონდა რა, ჩაწერილი. რაღაცა თავისუფლებას გზნობდი. ანუ შენი ცხოვრების რა ეტაპზეც ხარ, იმის მიხედვით წერ შენის მუსიკას. ამიტომაც ერთ ჟანრში რო არ ხარ ესე ჩარჩოში მოქცეული და ნებისმიერ სხვადასხვა ჟანრს რო ირგებ. აი ერთ ჟანრში ვერ გავჩერდები ვერასდროს, იმიტომ რომ მრავალფეროვნების მოყვარული ხარ. ტიპი ვარ ესეთი, რომ არ შემიძლია ერთ ადგილას ყოფნა რა. და მირჩევნია, ანუ მაგაზე ხშირადაც უთქვამ შენიშნა ჩემ მეგობრებსაც და ყველას, რომ რაღაც იმდენი ჟანრი გაქვს, მსმენელი ვერ იგებს ვის უსმენს და ანუ რა სტილი გაქვს რა და მე ისე ვარ, რომ ვერც ერთ რაღაც ჰიპ-ჰოპის ჟანრს წავირჩევ. იქით ალტერნატიული როკი რაცა რასაც წერ ვერც იმაში გავჩერდები მარტო, იმიტომ რომ მინდა რომ ესეც უცადო, ის უცადო და კიდე რაც იქნება ისიც ექსპერიმენტალურად ჩავწერო. რა რჩევას მისცემდი დამწყებ მუსიკოსებს? დამწყებ მუსიკოსებს ვურჩევდი რომ ბევრი წერონ. ანუ აი რაც შეიძლება მეტი ტექსტიც, რაც შეიძლება მეტი ბიტზე დაწერილი მუსიკაც, ტრეკიც. იმიტომ რომ გამოცდილებიდან მოდის ეს ყველაფერი რა გინდა არ გინდა მასე არის, იმიტომ რომ არიან ტიპები, ვისაც შინაგანად აი თავიდანვე ქონდათ ეს ყველაფერი, რაც მუსიკას სჭირდებოდა ის სმენაც და ის ხასიათიც და არიან ტიპები, ვისაც უბრალოდ მეტი მუშაობა სჭირდება, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს. მე ვარ მაგალითად ეგ ტიპი, რომ მეტი მუშაობა დამჭირდა ხარისხზეც, რითმაზეც, სმენაზეც არის გარკვეული პრობლემები გამოცდილების გამო, რომ შეგექმნას რა და ვურჩევდი, რომ ანუ მეტი წერეთ, შეიძლება არ დადოთ საერთოდ მუსიკა. ან შეიძლება დადოთ, იმიტომ რომ თქვენ მოусმინოთ და თქვენ მიეჩიოს და ნახოთ როგორ ისმინება რა თქვენი მუსიკა და მაგას ვურჩევდი პრინციპში, რომ უბრალოდ მეტი წერო. ანუ თავარი არ შეგეშინდეთ და პირველი ნაბიჯი გადადგათ. ჩვენი პოდკასტის დასასრულს მივუახლოვდა. მადლობა რომ გვიყურეთ და მადლობა შენ კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნახვამდის.